მოკლედ მე მაინც მინდა დავიწყო ფსიქიატრებით. როგორც იტყოდა იჩქერიის მეხუთე პრეზიდენტი აბდულხალიმ სადულაევი, როდის ეხლა არ მხოლოდ ევროპის და შეერთებული შტატების რადარზე ვართ, არამედ ჩვენ ვართ მათ პატიორი ქვეყნები. ამ მუხტს ვერაფერი ჩააქრობს. ეს მუხტი არ არის გამოწვეული არც NGO-ებისგან, არც პარტიებისგან, არც ვიღაც ინდივიდუალური პირებისგან. ეს მუხტი არის ქართველი ერის ღირსება. ერთი რაღაცაა მნიშვნელოვანი, რომ სახელის გატეხვას ჯობს, რომ თავი გაგვიტყდეს და ხალხის მეცე როგორ დაიწყო, როგორ იწყება? აქ ჯარიმის მეშინია. რატო უნდა მეშინო? ვისი ჯარიმის უნდა მეშინოს? ამ პოლიციის? თავრობას მაინც ვერ გავაგებიეთ ის, რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა. დღეს თქვენთან არის აკაცუკი, თქვენთან არის გონდორი, როჰანი, ფროდო ბეგინსი, ჰარი პოტერი, გრიფინდორი, რა ვიცი, ატრეიდესების საგვარეულო. ჩვენ უკვე დავინახეთ წინა დღეების განმავლობაში ამ საპროტესტო აქციებზე, რომ ჩვენ მომავალ ექიმებს გვიჭრიან ჰიპოკრატეს თვითონ და მისასვენ ყველა გზას. უკვე მეოთხე დღეა, რაც ინსტიტუტები ვართ გაფიქსულები და უერთდებ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. რა თქმა უნდა თავისუფლება რეჟიმის პატივებს. ხვალ 7 საათზე პარლამენტის წინ გელოდებით ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ ხალხო. ჩვენი პროტესტი არის, რომ არასდროს ჩატარდა ყველაფერი და ხალხისთვის რო არავინ არაფერი არ არის. არანაირი არაფერი. ამას როგორ შევაფასებ? ამას შევაფასებ როგორც ქართველების გამარჯვებას! 3.000.000 ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც სპონტანურად გაიგეს, რომლებმაც ამ აქციის შესახებ სპონტანურად გაიგეს. დიდი მადლობა, რომ მომაწოდეთ მიკროსკოპი და მაგ. თქვენ ქვეყნის სადარჟეროზე გეხართ. ვეღარანაირად ვეღარ აპროტესტებენ თავრობა, ხელისუფლება ვეღარ როგორ აღარ. დაღლაშული იყო, გამოსტილი იყო, გაერთიანება მოსახლეობის იქა და აქა იწყება აქა. მე არ მოველოდი, უბრალოდ მე ყველაფერს მოველი, არ მოველოდი, იმიტომ რომ არ მოველოდი, მაგრამ ამავე დროს მოველოდი. სადაც ვუთხარი რომ აქ ვიქნები, ამ დროს როცა მოვიდა, მე იქ არ ვიყავი. და დაჯდა იმ სკამზე, რომელიც სკამზეც მე ვიჯექი. ამან მოიგო, იმან წააგო. მაგრამ როდესაც ამან მოიგო, მაგრამ ამან არ მოიგო და იმან რო წააგო და ამან მოიგო. თუ რამე გამეგოს ბოზეშვილი ვიქო. ამღვრეული მდინარეა ეს ცხოვრების დინება. წეულია ის კაცი, ვინც მოიგონა გინება. თქვენი სლოგანი, ხელთა ფოტინი. ჩემი გრძელი სანთელი, არიცი რა გელის, რა გველის. გარეული ვარდის შტოსაგან სტვირი გააკეთა და რადიო ასხუთის პირდაპირ ეთერში ტვინს სათქმელი არ შეიცვალა. პირველი დღიდან აქ ვარ, უკვე ბევრი წელია აქ ვარ. გავარტყი ამათ ყველანაირ მშვიდობას. დავედით მამაცო. კიო მივიდა, ყლეო მივირჩევნია. მაგრამ სამშობლო მიყვარს. აი აქ, აი ამ გულში. გვარამია, რომელიც გაიქცა მიტინგიდან ეხლა და იქ გეი კლუბებში დადის ალბათ ბრიუსელის ახლა, მაგრამ გაერთობა. და ხარ მოგვეტყვებს კიდევ რაღაცას. სადაც მინდა იქ დავდივართ. ხედავთ ალბათ ნიკუდას ეროვნულ ბაღლინჯოს აგერ. თბილისში ცოფი დაფიქსირდა, იძებნებიან ადამიანები, რომლებსაც
მიუსაფარ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდათ. მოკლების შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთა შეხებლობაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას, თუმცა ადგილობრივების განცხადებით დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში მყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აჰა. დიახ, ზუსტად ასე ხდება. დიახ, აი მოდის. თუნმა ლუდი დავლია და ჩემს ეს პრობლემაა. სირცხვილია როგორც ქალი, რომ ლუდი დავლია. რა დაზიანებები აქვს შეგიძლიათ გითხრათ პაციენტს? ალკოჰოლური ინფექცია. ბატონო, ალკოჰოლური ინფექცია. მოკლედ ჩემ ძველი მეგობრები მეხუმრებოდნენ მაგათმა არიციან რომ შეგიძლია გაცილებით მეთქოს დარჩა. მეტაყლი არისო რა. შევიწო ქართველები ეგეთებიო რა. დაი მოგაჭა პიშუკლე ჩაგლე ჩაგაჭა. ენდაფები აქვა გადოფრები უნდა კეთილი ხალხი. ძალიან ბევრი. ჩემი მოთხოვნა აი ეს ახლა გაიწიოს და გაგვატარონ. აი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალისწინე. ჩაბარდა ევროპული ცივილიზაცია. თუ აქამდე ჩვენ ვებრძოდით თავრობას, ეხლა ჩვენ ვებრძვით არავის. აი ესე გვიწევს ახლა აქ მუშაობა პრაქტიკულად როგორ ყავშია გახვეული ყველაფერი. აი თქვენი ფანტაზიური დედები უნდა მე ყველა ის მოსამართლე და პროკურორი ვინც ამაში ჩართული არის ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოღალატისთვის არის ეს უფლებას ვანცხავენ და ახლა მაგალითად გუშინ მქონდა პრობლემა შვიდობა გვინდა რომ მინდა იმით ველი გაუში Misha Saakashvili must be free. შენ მოგიწევს მეკითხებიან რა არის გეგმა, რა არის ოპოზიციის გეგმა? გეგმა ვარ ჩვენ. დაახასიათეთ მამუკა ხაზარზე 3 სიტყვით. 3 სიტყვით ვერა, მაგრამ 3 ასეთი შემიძლია დავახასიათო. ლელო არის, როგორ გითხრათ, მოკლეკაბიანი, ლამაზი გოგოსავით საფეხბურთო მოედანზე. ყველას უნდა ის თავის გუნდში იყოს, ოღონდ არა იმ მიზნით, რასაც ფეხბურთის თამაში ქვია. ეხლა თუ არ მომანადეთ, კარგი იქნება, ძალიან ხო. ჯენსი, გამოდი დავამთავროთ ეს ყველაფერი. სად არიან ახალგაზრდები, კაცო? ამ ბავშვებს თავი დაანებე რა შენ გეუნები, ხო? პლიუსებს როცა ხელი გაწეთო შემოგავეწავ თქვენს ბიჭო. მოგესალმებით, ვიწევთ საქართველოს მოქალაქეებს. არ გვინდა მაკდონალდის მაგივრად პუსნაი ტოჩკაში ვჭამოთ. დიდი მეტა მაგდროს მოვესწრო რომ მაგაზე ვიკაიფოთ, ისე ვიკაიფოთ რაღაც. ჩაი ხაროში ჩაი. გააყარები რუსებო. მე თქვენთან ვარ და ვიქნები. აბა, ჰა. ეხლა დავიშალოთ, დავისვენოთ და ის განმავლობაში ჩვენ გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ რაღაცას ნავის რაც გავაკეთეთ. სავარაუდოდ ალბათ უფრო ხვალის. ნახეს მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ.